მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ 17 მაისის ახალმთვარეობაზე კუროს ზოდიაქოს ნიშაში, მას შეერთება ექნება მერკურისთან, სექსტილი იუპიტერთან კირჩხიბში, რომელიც იმოძრავებს 26 გრადუსზე, ღამის 12 საათზე იქნება პიკი. ეს ენერგია უფრო დამიწებული, სტაბილური და ძალიან პრაქტიკული იქნება. ემოციური ქაოსის ნაცვლად აქ მთავარი თემა ხდება პირველ რიგში უსაფრთხოება, მატერიალური სტაბილურობა, თვითღირებულება და ის, რასაც ვაშენებთ ამ პერიოდში, ეს იქნება გრძელვადიანი. რადგან ახალმთვარეობა შეერთებაშია მერკურისთან, ძალიან ძლიერდება აქ ფიქრების მატერიალიზაცია, გადაწყვეტილებების მიღება, მოლაპარაკებები, გეგმების ჩამოყალიბება. ახალი იდეების დათესვისთვის ეს პერიოდი ძალიან კარგია. ძალიან კარგია ასევე დაწეროთ თქვენი მიზნები, დაიწყოთ ახალი ფინანსური მიმართულებები, დაგეგმოთ საქმეები, პრაქტიკულად შექმნა ახალი კონტაქტები, ხოლო იუპიტერი სექსტილში საკმაოდ რბილი და მხარდამჭერი ასპექტი ამ პერიოდში. ის ამ ახალმთვარეობას ემოციურ დაცულობას მისცემს ოჯახურ თემებზე, გაფართოებაზე, ხარდაჭერის კუთხით იდეალური იქნება, ასევე ფინანსური და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ენერგეტიკულად აქ ფონი არის ძალიან მშვიდი, ნაყოფიერი, ნაკლებად დრამატული, უფრო შეგნებული და რაციონალური. ახალმთვარეობის წინა პერიოდი გამოიყენეთ გაწმენდებისთვის, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკურ დონეზე, ხოლო ახალმთვარეობის მესამე დღიდან უკვე საუკეთესოა გრძელვადიანი საქმეების დაწყება. რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნების ზოგად დახასიათებას, პირველ რიგში მე შევეხები ვერძის ზოდიაქოს ნიშანს, ახალმთვარეობა შენს ფინანსებსა და თვითღირებულებების სფეროს შეეხება, აქ იქნება აქტიურობა, შემოსავალი, ახალი სამსახურეობრივი საკითხები, ფინანსური იდეები უკეთესად წამოვა. შეიძლება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, კონტაქტები ან საქმიანი საუბრების შედგეს თქვენთან. გაუფრთხილდით ფინანსურ რისკებს და დაფიქრება იქნება საჭირო და სიჯიუტიდან გამოდის. კუროს რაც შეეხება, ეს თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალმთვარეობაა, აქტიური, თქვენ იდენტურობას შეეხება, გარეგნობას, იმიჯს, ახალი ცხოვრების ეტაპის პერიოდია თქვენთან. თქვენი გადაწყვეტილებები შეგიძლიათ უფრო ხმამაღლა დააფიქსიროთ, იწყება ახალი მენტალური ციკლი თქვენთან. ფინანსური ან პროფესიული გაძლიერება ასევე. მოერიდეთ, რა თქმა უნდა, ზედმეტ კონტროლს და ნუ გეშინიათ ცვლილებების. ეს პერიოდი პირიქით ცვლილებებისთვის იდეალურია თქვენთვის. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს, ახალმთვარეობა უფრო შინაგანი ფსიქოლოგიური პერიოდია თქვენთან, რადგან მე-12 სახლში ხდება თქვენთან, თქვენი დაბადების წინა პერიოდია, აქ აქტიურდება ქვეცნობიერი თემები, რაღაცეების დასრულების პერიოდია, ემოციური გაწმენდისთვის იდეალურია, ძველი ციკლის დასრულების პერიოდია და ახალ ციკლზე გადასვლის პერიოდი. აქ შინაგანი დიალოგისთვის იდეალური პერიოდია და მოიყენეთ, მოერიდეთ გადახვას, შფოთვას, ზოგ შეიძლება მოუნდეს ასევე იზოლაცია. რაც შეეხება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს, აქ იქნება სოციალური და სამართლებრივი გეგმების სფეროში რაღაცა ახლის დასაწყისი. აქტიურდება მეგობრული პროექტები, ონლაინ სივრცე, სამომავლო მიზნებისთვის საუკეთესო პერიოდია, ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტებისთვის და ახალი ნაცნობობისთვის. აქ შედეგებზე გაგიყვანთ და ამიტომ შეგიძლიათ იაქტიუროთ. ზოგთან შესაძლოა გავლენიანი ადამიანები შემოვიდნენ თქვენთან, მაგრამ ეცადეთ არ გქონდეთ ზედმეტი მოლოდინების სხვებისგან, ჯობესია საკუთარი ინიციატივით მოქმედება. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშანს, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია თქვენი პროფესიული ახალი საწყისისთვის. აქტიურდება აქ კარიერა, სტატუსის თემები, თქვენი მიზნების ახლებურად ცვლილება, თქვენს ავტორიტეტულობას აუცილებლად შეეხება, ავტორიტეტ ხალხთან რაღაცა ახლის დასაწყის.
აქ საქმიანი გადაწყვეტილებები და მოლაპარაკებები ძალიან კარგი იქნება. უბრალოდ კვადრატში გადის თქვენთან და ეცადეთ დაძაბულობა, მოერიდოთ და ეს შანსები უფრო მეტად თქვენ და სასიკეთოდ გამოიყენოთ. ასევე საზოგადოებრივი თემისთვის იდეალურია. ეცადეთ თქვენი სიამაყის გამო შეცდომები არ დაუშვას, აქ უფრო მოდუნდით ამ პერიოდში და ისე მივდექით თქვენს კარიერულ თემებს. რაც შეეხება ქალწული ზოდიაქოს ნიშანს, თქვენთან ეს გაფართოების ახალმთვარეობა, აქტიურდება უფრო სწავლა, მოგზაურობები, ახალი ხედვები, უცხოელ პარტნიორებთან კავშირები, ახალი ინფორმაციის ცვლილებები. აქ თქვენს აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშანს, აქ ინტენსიური და ტრანსფორმაციული ახალმთვარეობა იქნება, აქ აქტიურდება საერთო ფინანსები, ვალები, ბანკებთან დაკავშირებული საკითხები, შეიძლება ბიზნეს თემები, ასევე ინტიმური ურთიერთობების საკითხები იქნება ძალიან აქტიური, რაღაცა ახლის დასაწყისი შეიძლება იყოს, ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციისთვის ძალიან კარგი პერიოდია, მნიშვნელოვანი საუბრები ურთიერთობებში ან ფინანსურ თემებში აქ ძალიან აქტიური გახდება. შეიძლება ფინანსური მხარდაჭერა ან ახალი რესურსები გამოჩნდეს თქვენთან. რას უნდა მოერიდოთ, ეს არის კონტროლის თემები, ემოციური მიჯაჭვულობები. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშანს, აქ ურთიერთობების ახალი ციკლი იწყება თქვენთან, აქ აქტიურდება პარტნიორობა, აქ ზოგთან შეიძლება გააქტიურდეს ქორწინების თემები, შეთანხმებები თანამშრომლობას, რაღაც მნიშვნელოვანი დიალოგები და გადაწყვეტილებები იქნება თქვენთან მისაღები. შეიძლება ახალი პარტნიორული ურთიერთობა დაიწყოს ზოგიერთთან, ან ურთიერთობის ზრდა შეეწყოს ამ პერიოდში თქვენთან ხელი. რა იქნება აქ ჩრდილი, აქ იქნება ეჭვიანობა, ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ეცადეთ ეს აუცილებლად მოიყვანოთ წყობრში. რაც შეეხება მშვილდოსნებს, აქ ყურადღება გადადის თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, აქტიურდება სამუშაო და თქვენი ჯანმრთელობის საკითხები, ასევე რეჟიმი რუტინული, რომელიც ახალ ეტაპზე აუცილებლად უნდა გადაიყენოთ, პასუხისმგებლობები, ახალი სამუშაო გეგმები, პროექტები ძალიან კარგი იქნება თუ დაიგეგმება. აქ იუპიტერის შესაძლებლობებს გაძლევთ სამსახურში, ახალი სამსახურის დაწყება და ან რაღაცა გადატვირთვა მოხდეს ამ თემების. რაც შეეხება დღისრგის ზოდიაქოს ნიშანს, ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ახალმთვარეობა იქნება თქვენთან, აქ აქტიურდება სიყვარული, შემოქმედება, ბავშვებთან დაკავშირებული თემები, თვით გამოხატვისთვის არაჩვეულებრივი პერიოდია, რომანტიული საუბრებისთვის და შემოქმედებითი იდეების გაძლიერებისთვის. აქ გეძლევა ძალიან კარგი შანსები პირად ცხოვრებაშიც. რა იქნება, რას უნდა მოერიდოთ ამ პერიოდში, ეს იქნება ზედმეტი მოლოდინები რაღაცი, უნებაში ნუ გადავარდებით ამ პერიოდში. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშანს, ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი ცვლილებების პერიოდი, აქ აქტიურდება ოჯახის, სახლის, საცხოვრებელი თემების საკითხები, ემოციური უსაფრთხოების თემები, აქ წარსულს ნუ ჩაეჭიდებით. თევზებს რაც შეეხება ინფორმაციისთვის, კომუნიკაციისთვის ძლიერი ახალმთვარეობა. აქტიურდება აქ ბევრთან სწავლა, სოციალური მედია, კონტაქტები, მოკლე მოგზაურობები, ახალი იდეები, პროექტები, ახალი ადამიანების შემოსვლა შეუწყობს ეს ახალმთვარეობა თქვენთან ხელს. ეს პერიოდი გაძლევს შესაძლებლობებს თქვენი სიტყვა უფრო ფართო აუდიტორიამდე მივიდეს. რა იქნება აქ საყურადღებო, ეს იქნება გაფანტულობა და ინფორმაციული გადატვირთვა. წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ, ვისაც გინდათ პირადი კონსულტაცია ჩემთან, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირადში ან დამირეკოთ მითითებულ ნომერს.